ხალხია. ჯარიმა შემოვიყვანე. ეს არეულობა ხალხის დაბრუნებამდე ასე ეწოდება ახალ სპექტაკლს, რომლის პრემიერა 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში შედგა. სპექტაკლი გურამ ბათიაშვილის პიესის რომა და ჯულიას მიხედვით რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა დადგეს. იგი აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან მოკლული ქართველი გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიეძღვნა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა. ახმეტელის თეატრის ახალგაზრდული დასი ამ სპექტაკლით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მტკივნეულ პრობლემას შეეხო. ეს არის იმ ფაქტიურად 25 წლიან პრობლემაზე, რაც არის ქართველთა და აფხაზთა შორის და როცა მოვკიდეთ ესეთ თემას ხელი, ყოველთ ვფიქრობდით, რომ არ წარმოგვეჩინა მხოლოდ ერთი მხრიდან. წარმოგვეჩინა ორივე მხრიდან. დღეს მიდის ზუსტად ის პროცესი, რომ ორივე მხარემ დაამტკიცოს, რომ ესეთი ბრძოლა, ომი დღეს აღარ აქვს. უბრალოდ გვიშლის რაღაცა მხარე, ვიღაც პიროვნებები, ვიღაც ქვეყნები და ამასაც ალბათ გადავაბიჯოთ, იმიტომ რომ როგორც მები შერიგდებიან, ისე შერიგდებიან ქართველები. დღეს რა ხდება, ეს იყო ჩვენთვის საინტერესო, იწყება იქ და უკვე გრძელდება დღეს რა ხდება აფხაზებსა და ქართველებს შორის. მსახიობი გიგი მიგრიაული სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ახალგაზრდა აფხაზ ჯოტო აგუმავას ასახიერებს, რომელიც თავის დროზე პროვოკაციას წამოეგო და ქართველების წინააღმდეგ იარაღი აიღო. თუმცა წლების შემდეგ სინანულს გრძნობს და მომხდარში საკუთარ თავსაც ადანაშაულებს. გოგით! ჩემი ქმარი! აფხაზი ახალგაზრდა ბიჭი ვარ, რომელიც ზუსტად იმ პერიოდში იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს და უფრო ზეგავლენის ქვეშ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, რა მომენტშიც ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ. ეს არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მსახიობი თეატრში მუშაობდა და ერთ დღესაც უცებ სამხედრო ფორმა ჩაიცვა, ავტომატი აიღო და როგორც იყო 23 წლის წინ, როგორც იყო აი ესე შემთხვევით მოხვდა ამ უბედურებაში. დანაშაულის გზნობა არის, როდესაც მიხვდება, რომ უკვე დაკარგულია თავისი მიწაწყალი და თავისივე სახლიდან რომ გამოგდებულია. მე ხვდება ამ ყველაფერს, მაგრამ შიგნიდან მაინც უდუხს ის ყველაფერი, რომ ფიქრობს, რომ სწორი გააკეთა. მაგრამ ბოლოს მაინც ხვდება, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით, როგორც ქართველებმა, ისე აფხაზებმა ამ ყველაფერში. იქ ჩვენსაც შევიქნებით და ყველაფერს შევძლებთ. ქართველ გიორგისა და აფხაზ ამრას ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ფონზე და იქ მომხდარი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო ახალგაზრდების სიყვარულს მათივე ოჯახები უპირისპირდებიან. პირობა უნდა მოხდე. პირობა უნდა მოხდე. ქართველი აფხაზ, ვეღარ შეიტანს. პირობა უნდა მოხდე. პირობა! ჩემ პერსონაჟი არის ამრა აგუმავა, აფხაზი გოგო, რომელსაც უყვარს ქართველი ბიჭი და ოჯახი ეწინააღმდეგება მის გადაწყვეტილებას, არ უნდათ რომ ქართველს გაყვეს ცოლად. ბოლოს მაინც ქორწინდებით. ჩვენ გვსურდა იმის თქმა, რომ აფხაზი ხალხი და ქართველი ხალხი ერთნი ვართ. მოვა დრო და ჩვენ ერთად ვიქნებით ისე. სპექტაკლში ტრაგიკული მოვლენები შექსპირის ყველაზე ცნობილი პიესის მსგავსად ვითარდება. წინააღმდეგობის მიუხედავად ახალგაზრდა წყვილი ქორწინდება, რომელიც სოხუმში დაბრუნებას განიზრახავს. თუმცა ეს მცდელობა ეგრეთ წოდებულ საზღვართან ტრაგიკული ფინალით მთავრდება. ახალგაზრდა წყვილის სიყვარული ისევ და ისევ გიორგის ქართველობას ეწირება. Стоять! Стрелять!